ნაკრების რეზერვის საერთაშორისო ტურნირის მოლოდინშია საქართველოს საკალათბურთო კანდიდატთა გუნდი ჩინეთშია, სადაც სოლიდარობის თასისთვის ემზადება 12 კაციან შემადგენლობას მთავარი მწვრთნელის ასისტენტი მარკო ესპოზიტო ხელმძღვანელობს. ტურნირზე პირველ შეხვედრას ქართველი სპორტსმენები ხვალ მონტენეგროს წინააღმდეგ თბილისის დროით 13 საათზე გამართავენ. დავით კაპიტანოვი გიამბობთ. საქართველოს კანდიდატთა ნაკრები უკვე ჩინეთშია და სოლიდარობის თასზე სათამაშოდ მზადების ბოლო ეტაპს გადის. 12 კაციან შემადგენლობას მომავალი თამაშებისთვის კალათბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი მარკო ესპოზიტო ავარჯიშებს. მოლოდინის საკმაოდ მაღალია. გუნდში არიან როგორც ვეტერანი, ასევე ახალგაზრდა კალათბურთელები, რომლებიც ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში პირველად ითამაშებენ. დარწმუნებული ვარ, ბიჭები შესაძლებლობების მაქსიმუმს გაიღებენ და პოზიტიური შედეგის იმედი მაქვს. ეროვნული ნაკრების მატჩებისთვის კალათბურთელების სათანადოდ მომზადების გარდა ჩინეთში დაგეგმილი საერთაშორისო შეხვედრები საკლუბო კარიერის განვითარებისთვის მოთამაშეებისთვის იდეალური შესაძლებლობაა. კანდიდატთა ნაკრების 12 წევრიდან ბევრი მათგანი უგუნდოდ არის. ტურნირს კი უამრავი უცხოელი სკაუტი დაესწრება. ძალიან ბევრი ბილეთი გაიყიდა, ბევრი მაყურებელი მოვა ჩვენ საყურებლად. ჩვენ ძალიან ველთან თამაშს და იმედია საქართველოდანაც ვიყურებთ. როგორც კანდიდატთა, ასევე დუბლშემადგენლობის იდეა მსოფლიოს წამყვან საკალათბურთო ქვეყნებში აპრობირებული მოდელია. ანალოგიური გუნდით საქართველოს ჩინეთში ადრეც იმყოფებოდა და 2016-2017 წლებში რამდენიმე ამხანაგური თამაში ჩაატარა. დაგვეხმარა ის, რომ აქამდე ერთმანეთთან ათამაშები ქონდა, ამიტომ უფრო მარტივი იყო ეს ჩვენთვის. სულ ჯამში ქონდა 4 ვარჯიში, 3 თბილისში და 1 აქ ჩინეთში და ხვალ ვეთამაშებით მონტენეგროს ნაკრებს და ყველაფერს ვიდამთ იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწევთ. ახალგაზრდა გუნდი არის და ამიტომ ვფიქრობ, რომ დაცვაში ძალიან აგრესიულები იქნებიან და ვესწრებით, რომ განსაკუთრებით გუნდს გაუფრთხილდეთ და ნაკლები დაკარგვებით, ესე ვთქვათ, მოვიპოვოთ გამარჯვება. ტურნირზე გამოსვლას ჩვენი ქვეყნის ნაკრები ხვალ დაიწყებს და მონტენეგრო საქართველოს შეხვედრა თბილისის დროით 13 საათზე აიღებს სტარტს. 25 ივლისს ქართველები ჩინეთის გუნდს დაუპირისპირდებიან. ტურნირს კი ორშაბათს მონტენეგროელებთან მეორე მატჩით დაამთავრებენ.